ირანელები ახლა ირანში IRGC-ის წევრებს დასდევენ. ირანის ეკონომიკა ჩვენს თვალწინ ფაქტობრივად კვდება აშშ-ის ბლოკადის გამო. და ახლა ირანის ელიტა კარგავს ფულს, რომელიც უცხოურ საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა დამალული. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ახლახან დაიწყო ახალი ოპერაცია, სახელად ეკონომიკური რისხვა, რომელსაც ირანი არ ელოდა. მოდით ყველაფერს მივხედოთ. დავიწყოთ რა თქმა უნდა ირანელებით, რომლებიც IRGC-ის წევრებს დასდევენ. სულ 2 ღამის წინ სამარცხვინოდ ცნობილი ბასიჯის მეთაური მოჰამედი თეირანთან ახლოს მასობრივად ადამიანებმა 14 ჯერ დაჩეხეს დანით და მოკლეს. ჩვენ სავარაუდოდ ხედავთ, როგორ იწყებენ ირანელები თავად მოქმედებას. ეს პირდაპირ დაადასტურა ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთმა წევრმა გუშინ ღამით, რადგან იმავე ღამეს, როცა ეს მკვლელობა მოხდა, თეირანის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე მანქანის ბომბი აფეთქდა. თავდაპირველად ეს აფეთქებები ძალიან დამაბნეველი იყო მედიისთვის, რადგან არ ვიცოდით ეს მანქანის ბომბები იყო თუ აშშ-ის ან ისრაელის ძალების მიერ განახლებული დარტყმები. როგორც იცით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, მაგრამ გამოიცანით რა. IRGC-ის ბასიჯის მეთაურმა თავად გამოაკვაკნა ვიდეო, სადაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ეს იყო მანქანის ბომბები, რომლებიც რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა ააფეთქეს. ძირითადად მტრული მოქმედი პირები, ასე უწოდებს მათ ისლამური რესპუბლიკა. მოусმინეთ. ძმებო, დღეს ღამით მსხვერპლი არ არის. არავინ მოკლულა, არავინ დაშავებულა. ყველაფერი ნორმალურადაა. სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. არ ინერვიულთ, არაფერი მომხდარა. საერთოდ მსხვერპლი არ ყოფილა. ყველაფერი კარგადაა, ძმებო, ღმერთმა დაგიფაროთ. ეხლა ეს რამდენიმე რამეს გვეუბნება. პირველ რიგში აშკარად არსებობს წინააღმდეგობის ჯგუფი ირანში და ისინი უფრო და უფრო აქტიურნი ხდებიან. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვხედავთ იმგვარ პროტესტებს, როგორიც იანვარში ვნახეთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ირანის რეჟიმს ჯერ კიდევ გათიშული აქვს ინტერნეტი. რეჟიმს ძალიან ეშინია იანვრის მოვლენების გამეორების და სწორედ ამიტომ არ სურთ, რომ ხალხი ერთმანეთთან კოორდინირდებოდეს და ეკონტაქტებოდეს. ასევე არ სურთ, რომ ირანელები გარე სამყაროსთან ურთიერთობდნენ. ინტერნეტის გათიშვას უკვე 1100 საათი გადაცდა. ეს არის 47 დღეზე მეტი, როცა ამას ვწერ. როცა თქვენ ნახავთ ამ ვიდეოს, უკვე 48 დღეზე მეტი იქნება. 90 მილიონზე მეტი ადამიანი ფაქტობრივად მოწყვეტილია დანარჩენ მსოფლიოს. ასეთი რამ ჩვენ არასდროს გვინახავს. 48 დღე მას აქცევს ყველაზე ხანგრძლივ ინტერნეტის გათიშვად თანამედროვე ისტორიაში. ალბათ ადრე ინტერნეტი არც ჰქონდა, ასე რომ ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ინტერნეტის გათიშვა ისტორიაში. და ამ ყველაფრის განმავლობაში რეჟიმის რეპრესიები მხოლოდ გაიზარდა. სასიკვდილო დასჯები კვლავ გრძელდება და ისინი ყოველდღე ათეულობით, მრავალ ათეულ ადამიანს აკავებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რეჟიმს აკრიტიკებენ. ისინი ამ ადამიანების ყველა ქონებასაც კი ართმევენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განაცხადეს, რომ ამ ომით უკმაყოფილონი არიან. მაგრამ ხედავთ, სამწუხაროდ ირანის რევოლუციური გვარდიისთვის სულ უფრო მეტი ადამიანი ძალიან მალე დაიწყებს თავისი უკმაყოფილების გამოხატვას. ეს იმიტომ ხდება, რომ ირანში ეკონომიკური კატასტროფა მწიფდება. ნებამომეცით გაჩვენოთ, რას გულისხმობ. ეს არის გაფრთხილებები, რომლებიც მთავრობის შიგნიდან მოდის. ირანის ცენტრალური ბანკი აფრთხილებს მთავრობას, რომ ამ ომიდან გამოჯამრთელებას შეიძლება 12 წელი დასჭირდეს. მას შემდეგ, რაც აშშ-ის ბლოკადა დაიწყო, ირანის ნავთობის შემოსავლები ფაქტობრივად გაქრა. და ეს იყო შემოსავალი, რომელზეც რეჟიმი ძალიან ძლიერად იყო დამოკიდებული. ასევე ინტერნეტის სრული გათიშვა, რაზეც ახლახან ვისაუბრეთ, ეკონომიკიდან ფულსაც აცლის. როგორ უნდა განახორციელონ ადამიანებმა ტრანზაქციები? როგორ უნდა გააკეთონ ადამიანებმა ონლაინ შეკვეთა, გამოიყენონ საკრედიტო ბარათი, ან სადმე წავიდნენ, როცა ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ. და არ ჩანს, რომ ეს ყველაფერი მალე გამოსწორდება. ნახეთ, რა გამოაქვეყნა ადმირალმა ბრედ კუპერმა გუშინ. ირანის პორტების ბლოკადა სრულად განხორციელდა, რადგან აშშ-ის ძალები ინარჩუნებენ საზღვაო უპირატესობას ახლო აღმოსავლეთში. შეფასებით ირანის ეკონომიკის დაახლოებით 90% საზღვაო საერთაშორისო ვაჭრობაზეა დამოკიდებული. ბლოკადის ამოქმედებიდან ნაკლებად 36 საათზე ნაკლებ დროში აშშ-ის ძალებმა სრულად შეაჩერეს ირანში და ირანიდან საზღვაო ეკონომიკური ვაჭრობა. ეკონომიკა პირდაპირ იშლება და იხჯობა. აქ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ირანს ნავთობის შესანახად ძალიან შეზღუდული თავისუფალი ტევადობა ჰქონდა. რაც ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ რამდენიმე ცარიელი ნავთობის საცავი ჰქონდათ, სადაც შეეძლოთ მიწიდან ამოღებული ნავთობის შენახვა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეხლა, როცა ბლოკადა მოქმედებს, ირანს აღარ შეუძლია ეს ნავთობი ქვეყნიდან გაიდანოს. მათ აღარ შეუძლიათ ნალიად ნავთობის გაგზავნა თავიანთ მოხმარებლებთან. და ეს ნიშნავს, რომ ისინი ყოველდღიურად ამოწურავენ საცავებს. ძალიან მალე რეჟიმს მოუწევს გადაწყვიტოს, სურს თუ არა ნავთობის საბადოების დახურვა, ფაქტობრივად ნავთობის მოპოვების შეჩერება. და ამას გრძელვადიანი შედეგები აქვს, რადგან როდესაც სრულად დატვირთულ საბადოს აჩერებ, ამ ნავთობის 5-10% სამუდამოდ მიუწვდომელი ხდება. ამას ინჟინერული მიზეზი აქვს. როდესაც საბადოს აჩერებ, წყალი ნავთობში აღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვედა ფენებში არსებული ნავთობი ფაქტობრივად დიდხანს გამოუსადეგარი ხდება. და სწორედ ამიტომ რეჟიმს ნამდვილად არ უნდა ნავთობის საბადოს გათიშვა, რადგან ისინი პირდაპირ $100 მილიონ კარგავენ, რადგან ირანული ნავთობი
ნავთობის 5-10% ძალიან დიდი ფულია. და თუ ისინი ნავთობსაბადოს გათიშავენ, იმიტომ რომ ნავთობის საცავები ამოეწურათ, ეს მათთვის ძალიან ძვირი დაჯდება. Რამდენი ფულის დაკარგვა არ შეუძლიათ. მოусმინეთ, აქ არის მეტი დეტალი. სიახლეები ინფლაციისა და ვალუტის ღირებულების შესახებ. აქ არის მეტი ინფორმაცია იმ მკვლევარისგან, რომელმაც ჩაატარა ყველა ანალიზი, რომელსაც მე ვადევნებდი თვალს. მათ სავარაუდოდ აქვთ დაახლოებით 13-დან 15-16 დღემდე ნავთობის საწყობში შენახვის შესაძლებლობა, რომ შეინახონ ნავთობი, რომელსაც ვერ ექსპორტირებენ. როდესაც მათ საწყობი ამოეწურებათ, მაშინ მოუწევთ ნავთობის მოპოვების შემცირება. ნავთობის მოპოვების შემცირება არა მხოლოდ ზიანს მიაყენებს მათ ნავთობის ექსპორტსა და მოპოვების მოცულობას გრძელვადიან პერსპექტივაში, არამედ ასევე გამოიწვევს უმუშევრობის დონის ზრდას. ეს ირანის ეკონომიკის გულია. ის შეადგენს ირანის შემოსავლის 70-80%-ს, რომელსაც მთავრობა იყენებს ოპერაციების გასატარებლად. ეხლა კიდევ ერთი რამ რაც უნდა გახსოვდეთ. როდესაც ისლამური რევოლუცია მოხდა 1979 წელს, შახის მთავრობის ჩამოშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ 1978 წლის ბოლოს ნავთობის საბადოებმა მუშაობას შეწყვიტეს და ძალიან მალე ამის შემდეგ ექსპორტით შეწყდა და ნავთობი ქვეყნიდან აღარ გადიოდა. ფული შემოსვლა შეწყვიტა და ეს გადაიზარდა ისეთ რამეში, რასაც შაჰი ვეღარ აკონტროლებდა. იანვრის შუა რიცხვებში მას პირდაპირ მოუწია ქვეყნის დატოვება და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ხომეინიმ ქვეყანა ჩაიბარა და ისლამური რესპუბლიკა დაარსდა. ახლა კი შეიძლება ვიხილოთ მსგავსი რამ, რაც ამჟამადაც ხდება. თუ ნავთობის შემოსავალი დიდი ხნით შეწყდება, როგორ გადაუხდის რეჟიმი ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებს, როგორ გადაუხდიან ბასიჯის წევრებს, როგორ გადაუხდიან ძველმუშებს. ის მასიური ინფრასტრუქტურა, რაც მათ ააშენეს, ხომ ხვდებით, ფული უბრალოდ შეწყვეტს შემოდინებას. ეხლა კი აქ მაქვს რაღაც თქვენთვის. თუ თქვენ გაინტერესებთ ირანის ისტორია და ის გაკვეთილები, რაც შეიძლება გამოვიტანოთ დღევანდელი მოვლენებიდან, ხომ ხვდებით? ჩვენ ჩავწერეთ მრავალნაწილიანი პოდკასტის სერია, სადაც დეტალურად ხსნით, როგორ მივიდა ირანი იქამდე, სადაც დღეს არის. და ჩვენ უბრუნდებით შოუს. მე-19 საუკუნის ბოლოს, არა მხოლოდ 1979 წელს. თუ ასეთი პოდკასტი გაინტერესებთ, დააცკაპუნეთ ზემოთ მოცემულ ბარათზე, ან გადახედეთ პოდკასტის ბმულებს აღწერაში. ეხლა კი გავაგრძელოთ დღევანდელი სიახლეები. სულ 10 ირანული ხომალდი ცდილობდა ASHC-ის ბლოკადის გარღვევას და ყოველ ჯერზე ისინი წარუმატებლები იყვნენ. ამ ამბის საუკეთესო ნაწილი ისაა, რომ ცენტრალური სარდლობა პირდაპირ გვაწვდის დეტალურ განახლებებს თუ როგორ აჩერებენ ირანულ ხომალდებს. მოусმინეთ რა გამოაქვთ მეს მათ გუშინ. ეთმა ირანულმა ხომალდმა სცადა სანაპიროსთან ახლოს გავლა, რომ ინდოეთის ოკეანეში გადასულიყო. სავარაუდოდ ჩინეთისკენ მიემართებოდა, რათა გაეყიდა ნავთობი, რომელსაც ეზიდებოდა. ამ დროს USS საპრინცმა წარმატებით გადაამისამართა იგი და ხომალდი იძულებული გახდა იჩანში დაბრუნებულიყო. ხომ იცით, არც არაფერი შემოდის, არც არაფერი გადის. თითქოს ესეც არის ოსაკმარისი ირანის მომაკვდავი ეკონომიკისთვის. ASHC-ის ხაზინის დეპარტამენტმა ახალი ოპერაცია დაიწყო Epic Fury-სთან ერთად და მას ძალიან უნიკალური სახელი აქვს – ეკონომიკური რისხვა. სანამ გადავიდოდეთ იმაზე თუ რა არის ეს ოპერაცია და როგორ აზიანებს ის რეჟიმის საბანკო ანგარიშს, მოკლედ შეგახსენებთ. დააცკაპუნეთ ქვემოთ მოწონებისა და გამოწერის ღილაკებზე. ეს ნამდვილად გვეხმარება ალგორითმში და გვაძლევს საშუალებას მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ინფორმაცია, რათა ისინი ყოველთვის საქმის კურსში იყვნენ. ეხლა კი ვისაუბროთ ოპერაცია ეკონომიკურ რისხვაზე. ეს ეხება ირანის ეკონომიკაზე მაქსიმალური ზეწოლის შენარჩუნებას. ფინანსური ინსტიტუტები, უფრო კონკრეტულად კი ბანკები, მთელ მსოფლიოში გაფრთხილებულნი არიან. განსაკუთრებით თუ ისინი ირანის უკანონო ფულთან აქვთ საქმე. ხაზინის დეპარტამენტმა გააფრთხილა ბანკები მთელ მსოფლიოში, რომ ისინი მზად არიან გამოიყენონ მეორადი სანქციები ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც აგრძელებს ირანული საქმიანობის მხარდაჭერას. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ აქ არის მთავარი ნაწილი. მოკლევადიანი ავტორიზაცია, რომელიც საშუალებას აძლევდა ზღვაში გაჩერებული ირანული ნავთობის გადიდვას. ეს ვადა რამდენიმე დღეში იწურება და ხაზინის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ის აღარ განახდება. მარტივად რომ ვთქვათ, სანქციების შემსუბუქება, რაზეც დაახლოებით 1 თვის წინ საუბრობდით. ეს გაქრება და ირანელებისთვის ნავთობის გატინვა უფრო რთული გახდება. ფაქტობრივად, ეხლა უნდა მოძებნონ მყიდველი. სწორედ გუშინ, როცა ეს ოპერაცია დაიწყო, ხაზინის დეპარტამენტმა წერილები პირდაპირ გაუგზავნა ბანკებს ჩინეთში, ჰონგ-კონგში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და კიდევ რამდენიმე ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში. და აქ მდგომარეობა ირანისთვის კიდევ უფრო მძიმდება, რადგან თავადვე გაიუარესეს. ხედავთ, ირანი თავს ესხმოდა ყველა ამ სპარსეთის ყურის ქვეყანას, რომლებსაც ამ ომთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მათ არასდროს მიუციათ ნებართვა შეერთებული შტატებისთვის, რომ მათი საჰაერო სივრცე გამოეყენებინათ. მაგრამ გამოიცანით რა მოხდა. ამ ომამდე ირანი დამოკიდებული იყო ამ ქვეყნებიდან ზოგიერთზე, უფრო კონკრეტულად კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, რომ მსოფლიოში ტრანზაქციები განეხორციელებინა. ისინი იყენებდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და იმ ქვეყნის ფინანსურ სისტემას, რათა ASHC-ის სანქციებისთვის აეცილებინათ თავი. ეხლა შეიძლება ითქვას,
რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დამატებითი მოტივაცია აქვს ითანამშრომლოს აშშ-ის ხელისუფლებასთან, რათა დარწმუნდნენ, რომ ირანელები ვერ შეეძლებენ სანქციების გვერდის ავლით სარგებლობას. და ეს ჯოჯოხეთად აქცევს ცხოვრებას ირანის რეჟიმისთვის და განსაკუთრებით ირანელი ელიტისა და ირანელი ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც როგორც იცით, ინახავენ ფულს საზღვარგარეთ, როგორც სარეზერვო ფონდს რთული დროისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა დაეცემა და მათ მოუწევთ ქვეყნის დატოვება, სურდათ რამდენიმე მილიონი, ან იქნებ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი საზღვარგარეთ შეენახათ, როგორც უსაფრთხოების ბადე. როგორც ჩანს, ეს უსაფრთხოების ბადე მალე გაქრება. აი მეტი დეტალი ჰილსისგან. მოусმინეთ. ვფიქრობ ეს სწორი დახასიათება არ არის. გუშინ ჩვენ გამოვაცხადეთ ოპერაცია ეკონომიკური რისხვა და ჩვენ. მეტი ვიდრე 1 წლის განმავლობაში ჩვენ მაქსიმალური ზეწოლა ჰქონდა ირანზე, როგორც ირანის სახელმწიფო გადახდების დაბლოკვაზე, ასევე ირანის რევოლუციური გვარდიის ანგარიშებზე. ერთ-ერთი რაც შეიძლება ირანელების ფატალურ შეცდომად იქცეს, იყო მათი სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს მეზობლების დაბომბვა. და ვინც ახლა მზად არიან, რომ გაცილებით გამჭვირვალეები იყვნენ ფინანსების თვალსაზრისით, ან უფრო სიღრმისეულად გამოიძიონ ის თანხები, რომლებიც მათ საბანკო სისტემებში ინახება. ამიტომ ჩვენ მივმართეთ მათ თხოვნით, რომ გავყინოთ ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელობისა და ირანის ხელმძღვანელობის ნებისმიერი წევრის უფრო მეტი თანხა. სხვა რაც გავაკეთეთ არის ის, რომ კომპანიებსაც და ქვეყნებსაც ვუთხარით, თუ თქვენ ტიდულობთ ირანულ ნავთობს, თუ ირანული ფული თქვენს ბანკებში ინახება, ეხლა მზად ვართ გამოვიყენოთ მეორეული სანქციები, რაც ძალიან მკაცრი ზომაა. და ირანელებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ფინანსური თვალსაზრისით ისეთივე იქნება, როგორიც იყო ის, რაც ჩვენ სამხედრო მოქმედებებში ვიხილეთ. ეხლა დიპლომატიურ ფრონტზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ ან მომავალ სამიტს, სადაც შესაძლებელია მშვიდობის შეთანხმების მოლაპარაკება, ან შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებას. გუშინ გავიგეთ, რომ როგორც ჩანს, შეერთებული შტატები და ირანი ამ კვირაში არ შეხვდებიან ერთმანეთს. იმედი გვაქვს, რომ შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება. გუშინ პაკისტანის გენერალი, არმიის სარდალი ასიმ მუნირი თეირანში ჩავიდა, რათა ირანელებს შეერთებული შტატების მოთხოვნები წარედგინა და გაერკვია, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი. რამდენიმე იმ მოთხოვნიდან, რაც შეერთებულ შტატებს აქვს და ჩვენთვის ცნობილია, საკმაოდ მარტივია. შეხედეთ. შეერთებული შტატები თეირანს თხოვს ჰორმუზის სრუტის გახსნას, რადგან ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილია. შეერთებულმა შტატებმა დაბომბვა შეწყვიტა და ამის სანაცვლოდ თეირანმა ჰორმუზის სრუტის გახსნა დააპირა, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებიათ. მეორე საკითხი, რასაც შეერთებული შტატები ითხოვს, ისაა, რომ შემდეგ ჯერზე, როცა ირანის დელეგაცია სხვა ქვეყანაში ჩავა, სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად, შეერთებულმა შტატებმა უნდა დარწმუნდეს, რომ ამ დელეგაციას რეალურად აქვს შეთანხმების გაფორმებისა და ხელმოწერის უფლება. იმიტომ რომ წინა ჯერზე 20 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა გაარკვია, რომ ოთახში მყოფ პირებს რეალურად არ ქონდათ რაიმოძად რაიმეზე შეთანხმების უფლება. სწორედ მაშინ შეჩერდა მოლაპარაკებები და ირანს საშუალება მიეცა დაბრუნებულიყო სახლში. ესაუბრა იმ ადამიანთან, ვისაც რეალური ძალაუფლება აქვს. იქნებ ეს უზენაესი ლიდერია, იქნებ სხვა ვინმე და შემდეგ საბოლოო შეთანხმებით დაბრუნებულიყო. ეხლა კი ჩანს, რომ ეს შეხვედრა მალე გაიმართება. მეტი დეტალი მოგვიანებით გვექნება. უკვე 46 დღეა რაც ოპერაცია ეპიკური რისხვა დაიწყო და ცეცხლის შეწყვეტა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ძალაშია, რადგან დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება. პრეზიდენტმა ამ კვირაში აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები შეიძლება უახლოეს დღეებში განახლდეს. მომლაპარაკებლებს შორის შესაძლოა ისლამაბადში. Fox News-ის ეთერში ღამით მან ისაუბრა ომის შეზღუდულ ეკონომიკურ გავლენაზე და განაცხადა, რომ კონფლიქტი თითქმის დასრულებულია. პრეზიდენტის კომენტარები გაკეთდა იმ დროს, როცა ირანელები აცხადებენ, რომ შეტყობინებები კვლავ გაცვლიან ორ მხარეს შორის. შეტყობინებების გაცვლა გრძელდება იმ დღიდანვე, როცა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია თეირანში დაბრუნდა. დღემდე მრავალი შეტყობინება იქნა გაცვლილი პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით. ჩვენი პოზიციები ძალიან ნათლად იქნა გამოთქმული, როგორც მოლაპარაკებების დროს იქ, ასევე ამ მიმოცვლებში. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ეს განცხადებები გაკეთდა იმ დროს, როცა აშშ-ის ცენტრალური სარგლობა აგრძელებს ირანის პორტების ბლოკირებას 12-ზე მეტი დამხმარე გემით. CENTCOM-ის სარდალმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა განმარტა ამ ნაბიჯის გავლენა და განაცხადა, ირანის პორტების ბლოკადა სრულად განხორციელდა, რადგან აშშ-ის ძალები ინარჩუნებენ საზღვაო უპირატესობას ახლო აღმოსავლეთში. შეფასებით ირანის ეკონომიკის დაახლოებით 90% საზღვაო საერთაშორისო ვაჭრობაზეა დამოკიდებული. ბლოკადის სამოქმედებიდან 36 საათზე ნაკლებ დროში აშშ-ის ძალებმა სრულად შეაჩერეს ირანში და ირანიდან საზღვაო ეკონომიკური ვაჭრობა. როგორც Fox-მა ადრე გაავრცელა, ათასობით დამატებითი ამერიკელი სამხედრო მიემართება რეგიონში. მათი უმრავლესობა USS ჯორჯ ჰ. ბუშის ავიამზიდის დამხმელი ჯგუფის ბორტებზე იმყოფება. ეხლა დიპლომატიური ძალისხმევა მიმდინარეობს, მაგრამ სამხედრო მზადებები გრძელდება და ყოველ დღე უფრო მეტი სატრანსპორტო და სატვირთო თვითმფრინავი ჩადის ახლო აღმოსავლეთში.